ხმაურიანის ხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის პირველივე შეკრება ნაციონალური მოძრაობის წევრთა პროტესტით დაიწყო. პრემიერის მიერ დებოში დადანაშაულებულმა დეპუტატმა ატარია ლონდარიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვის შემდეგ ოთახი პროტესტის ნიშნად დატოვა. დღევანდელი ხდომის მიმართ პრეტენზიები აქვთ გიორგი ვაშაძესა და აკაკი ბობოხიძესაც, რომლებიც შეხვედრაზე საერთოდ არ შეუშვეს. დღის წესრიგის გამო დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი და ხდომის პირველი შედეგები. უკვე ცნობილი ხდება ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით პირველი იანვრიდან 1000-ზე მეტ მაღალმთიან სოფელს კიდევ რამდენიმე ათეული დასახლება დაემატება და ახალი შეღავათები დაწესდება. ხმაურით დაწყებულ ხდომას სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო ის შეღავათები. შეღავათთა ნუსხა ჯერ კიდევ აპრილში შედგა და პარლამენტმა ის მთის კანონთან ერთად მიიღო. ახალი წლიდან ამ ნუსხის შესაბამისად მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანები ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების განონ და გათავისუფლდნენ. კანონის თანახმად 20%-ით უნდა გაიზარდოს პენსიები და სოციალური შემწეობები. მთაში მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ნახევარი კი სახელმწიფომ უნდა დაფაროს. საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზო ხელფასები გაიზრდება მთაში 35%-ით. დანამატები არის გათვალისწინებული ექიმებისთვის, ასევე სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ოჯახებისთვის, პირველი ბავშვის და მეორე ბავშვისთვის ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით დახმარება, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარება. კანონის თანახმად ახალი წლიდან ქონებისა და მოგების გადასახადების განონ უნდა გათავისუფლდნენ მაღალმთიან დასახლებებში დარეგისტრირებული საწარმოებიც. მთაში ბიზნესის დაწყების მსურველებს ამისთვის სპეციალური სტატუსის მიღება მოუწევთ. ჟღერდა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რომელი უფლებამოსილი ორგანო მიანიჭებს ხის კომპანიის სტატუსს და ვიმსჯელეთ, რომ ეს შეიძლება იყოს ფინანსთა სამინისტრო ან ეკონომიკის სამინისტრო. შეღავათებს 1 იანვრიდან ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა განთავსებული უკლებრივ ყველა დასახლება მიიღებს. სულ საქართველოში ასეთი 1023 სოფელია. თუმცა მთის განვითარების კომისიამ, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა, გადაწყვიტა, რომ შეღავათებით სარგებლობის საშუალება სხვა სოფლებსაც მისცეს. საუბარია ისეთ დასახლებებზე, სადაც სოფლის მეურნეობისა და დემოგრაფიის მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელოა. ველოდები, რომ მინიმუმ 300-500 დასახლებით კიდე გაიზრდება მაღალმთიანი რეგიონების დასახლებების რაოდენობა. თუმცა კომისიამ დამატებითი სოფლებისთვის შეღავათებით სარგებლობის კრიტერიუმებზე ისე იმსჯელა, რომ განხილვას ოპოზიცია არ დასწრებია. კანცელარიის მე-12 სართულამდე მისული 3 ოპოზიციონერიდან დარბაზში მხოლოდ 1 შევიდა. ტარია ლონდარიძეს ხდომაზე დასწრების მსურვალ თანაგუნდელთა შორის კომისიის ერთადერთი ოფიციალური წევრი აღმოჩნდა. თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დარბაზში მხოლოდ პირველი 5 წუთი დაჰყო. თუ შეიძლება რომ მომცეთ საშუალება რომ დავსა ეს კი. არა, თქვენ ვერ მოგცეთ საშუალება. დღის წესებთან დაკავშირებით. თქვენ აქ თუ შემოხვდეთ იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ. იმისგან დახმარება აკეთეთ. ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა დარბაზი დატოვა და გარეთ დარჩენილ თანაგუნდელებს შეუერთდა, რომლებმაც მთავრობას ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმები, ხდომის მომწვევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი ორგანიზება დაუწუნეს. ორგანიზატორებს წინასწარ უთხარით, მივიღეთ თანხმობაც, რომ ჩვენ გქონდა უფლება შემოსვლის და ამიტომაც მოვედით და დღეს უცებ გვიცხადებენ, რომ არა გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ამ განხილვებში მონაწილეობა. რაფერი არ შეიძლება შეთანხმებული ყოფილიყო ჩემთან. იმიტომ რომ საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია. ამ დრომდე უცნობია დაესწრებიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრები კომისიის შემდეგ ხდომას, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს. ამ ხდომაზე კომისიის წევრებმა მაღალმთიანი სოფლებისთვის დამატებითი შეღავათების განსაზღვრაზე უნდა იმსჯელონ.